მოგესალმებით, თანამემულენო, კოალიცია თეთრები მამული, ჩვენ სხვაგზას ვირჩევთ, გვინდა დღევანდელი ბრიფინგზე ვისაუბროთ, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თქვენ კარგად მოგეხსენებათ გუშინ პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ მოსახლეობის გამოსვლა გარეთ, რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მოხდა დაშლა მიტინგის, მოხდა როიტყვიან დარბევა, ძალადობა მოხდა, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ასევე დაშავდნენ მომიტინგეები და ამას ჩვენ როიტყვიან გმოვთ. ძალადობა შობს ყოველთვის ძალადობას, ძალადობა არ უნდა იყოს. რა ხდება დღეს? სწორედ ჩვენი მტერის წისქვილზე ვასხავთ წყალს. არის ეს სიტუაცია, რომ დაშალე დაიბატონე. ეს აწყობს სწორედ ჩვენ მტერს, რომ რამდენადაც დაუპირისპირდება ქართველი ქართველს და რამდენადაც მოხდება მათი დაპირისპირება, უფრო ადვილია საქართველოს და ქართველების მართვა. აი ამას უნდა ჩვენ აღვდგეთ წინ და უნდა ვთქვათ სიმართლე, რა ვაკეთოთ, როგორ ვაკეთოთ. დღევანდელ სიტუაციაში სწორედ ის დაძაბული სიტუაცია, როგორ განმუხტოთ და ეს განმუხტა როგორ შეიძლება მოხდეს. განმუხტა მხოლოდ არსებობს ერთადერთი გზა და სწორედ ეს გზა არის მეცნიერების მიერ შემუშავებული პროგრამა და კრიტერიუმებით. სწორედ როცა მეცნიერები ამბობენ, რომ ჩვენ უნდა გქონდეს ამ მომენტისათვის თანხმობის პარლამენტი და ამ თანხმობის პარლამენტმა სწორედ უნდა გადაწყვიტოს ეს კრიზისიდან როგორ გამოვიდეთ და როგორ მოიქცეს ქართული საზოგადოება. დღეს გაყოფილია ჩვენი მოსახლეობა სამ ნაწილად. არის ხელისუფლება, არის ოპოზიცია და არის ხალხი. და აი ამ სამ ნაწილად გაყოფილ სიტუაციაში სწორედ სარგებლობს ჩვენი მტერი, რომელიც ყველანაირად ცდილობს ქართველი ხალხზე ზემოქმედება გააკეთოს, რომ რაც მეტად დაპირისპირება მოხდება ქართულ ხალხს შორის, მით უფრო მეტად ისარგებლებს ის და მით უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევთ ჩვენ და ყოველ შემთხვევაში აი ეს უნდა მოისპოს. ამიტომ საჭიროა ქართველი ხალხის გაერთიანება. სწორედ მეცნიერები ამბობენ, რომ ჩვენ წარმოგიდგეთ იმ პროგრამას, რა პროგრამითაც უნდა მოხდეს ქართველი ხალხის ხელისუფლების და ოპოზიციის გაერთიანება. სწორედ ამაზეა დამოკიდებული დღეს სიტუაციის სტაბილურობა. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ასევე ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, რითიც გამოიწვია სწორედ ხელისუფლების მეორე განცხადებამ, საპირისპირო განცხადებამ, რაზეც ხალხმა ჩათვალა, რომ საქართველო კარგავს ევროპულ მომავალს. ჩვენ უნდა ვეცადოთ ყველა მერთად აბსოლუტურად ხელისუფლებამაც, პოლიტიკოსებმაც და ხალხმაც, რომ ევროპული გზა არ დავკარგოთ და სწორედ ევროპული გზა ჩვენ გავიაროთ ისე ამაყად თამამად, რომ ჩვენ მივაღწიოთ თანხმობას. თუ ქართულ ხალხში თანხმობა არ იქნება, არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. თუ ქართველი ხალხი არ გაერთიანდა და ერთმანეთს ესე დაუპირისპირდით იარაღით, წყლის ჭავლებით და ერთმანეთს ბარიკადების აგებით, ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობამდე მივართ 90-იან წლებში, როცა ბარიკადებს უგებდნენ ხელისუფლებას, ხელისუფლება კიდე იყენებდა თავის ძალოვან სტრუქტურებს, ჩვენ არ გვინდა, ამიტომ უნდა გავერთიანდეთ და სწორედ ეს გაერთიანება არის მეცნიერებაში და სწორედ მეცნიერების მიერ შემუშავებულ პროგრამაში. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ახლა ამ მომენტისათვის, რომ ეს სიტუაცია მოხდეს სტაბილურობა. მხოლოდ და მხოლოდ ერთი გამოსავალი, დიალოგი უნდა მოხდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ხელისუფლებასა და ხალხს შორის უნდა მოხდეს დიალოგი და არ უნდა იყოს ზღვარი არ უნდა იყოს ხელისუფლებასა და ხალხს შორის. ხალხმა უნდა გაიგოს რა უნდა ხელისუფლებას და ხალხმა უნდა გაიგოს რა უნდა ოპოზიციას. თორე ხალხი თუ ვერ გაიგებს ამას, ძალიან ცუდ შედეგებამდე მივალთ და ეს ცუდი შედეგები სწორედ ჩვენ მტრის წყალზე დაასხავს, წისქვილზე დაასხავს წყალს. ამიტომ ჩვენ დღეს მართავს გონიერება და გონიერებით უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯები, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. და სწორედ ეს იქნება პირველი ნაბიჯი. უნდა მოხდეს დიალოგი. დიალოგის გარეშე არ შეიძლება. დღეს არ ხდებოდა დიალოგი, აქამდე არ ხდებოდა დიალოგი არც ხელისუფლებას, არც პრეზიდენტს და არც ოპოზიციასთან.
ხალხზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ უნდა მოხდეს დიალოგი. ნუ თავისთავად ახლა დღევანდელ პრეზიდენტს ძალიან ცოტა ხანში ამოეწურება თავის საპრეზიდენტო ვადა და ახალი პრეზიდენტი იქნება და ნუ თავისთავად იმედია ახალი პრეზიდენტიც კიდევ არ გადაუხვევს თავის შეხედულებას. ეს სხვა საკითხია, კიდე მომავალი საკითხია, მაგრამ დღევანდელ დღეს უნდა მოხდეს დიალოგი, რომ მოხდეს ხალხის გაერთიანება და არა ხალხის დაშლა. დღეს რა მოხდა გუშინდელ უფრო სწორედ წუხანდელ მიტინგთან დაკავშირებით გავიდა პრეზიდენტი ორი სიტყვა ესრულა მოსახლეობას ხალხს რომ მე თქვენთანა ვარ და აქ უნდა იყოს მთელი საქართველო და ჩვენ მანამდე ვიქნებით აქ სანამ არ მოხდება ახალი არჩევნები და დატოვა ეს ხალხი დატოვა და წავიდა 5 წუთიც არ იყო გასული და დატოვა ტერიტორია და ხალხი დატოვა რო იტყვიან სწორედ იქ სადაც უნდა მოხდარიყო სწორედ შერიგების ნაბიჯის გადადგმა და სწორედ პრეზიდენტის დანაშაული ის იყო მას უნდა მოეწოდებინა ხელისუფლებისათვის რომ დაუჯდეთ დიალოგზე ეს მოსახლეობა დაეწყნარებინათ და მოხდარიყო გარკვეული დიალოგი რითიც არ მოხდებოდა ესეთი არეულობა და ახალგაზრდები რო იტყვიან ესე რო იტყვიან რაც ნახეთ არ დაზარალდებოდნენ არ მოხდებოდა რო იტყვიან მათი სამედიცინო ჩარევა და დახმარება. სწორედ დიალოგი არის ერთადერთი გზა გამოსავლისა და სწორედ ამ დიალოგით უნდა მოხდეს სწორედ ერის გადარჩენა და ხალხის. მალოთ ყურადღებისათვის დღეს ესეთი მოკლე ბრიფინგი ჩავატარეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით კოალიცია თეთრები მამული ბატონ თემურ შაშიაშვილი და მე ორშაბათს შევხვდებით და კონკრეტულად ვისაუბრებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით რა შეიძლება და რა ნაბიჯები უნდა გადაედგას მომავალში. მალოთ ყურადღებისათვის.